მარწყვი ერთ-ერთი მოთხოვნადი და სასარგებლო პროდუქტი არის, რომელიც კარგად არის ჩვენს ბაზარზე მოთხოვნადი. ამისათვის ჩემი ერთ-ერთი რჩევა იქნება, რომ თითოეული ოჯახს შეუძლია იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოიყვანოს მარწყვი, როგორც გარე პირობებში, ასევე სასათბურე პირობებში. მინიმუმ 50 კვადრატიანი სათბური თითოეული ოჯახისთვის დამწყები საქმიანობისთვის საკმარისი არის, რომ მას შეისწავლოს როგორც მარწყვის მოვლა მოყვანა და პატრონობა, ასევე მისი საშუალებით მიიღოს გარკვეული შემოსავალი. მარწყვის მოვლა არც ისე რთული არის სხვა კენკროვანებთან შედარებით. 50 კვადრატიან სათბურში შეუძლია დაახლოებით განთავსოს 300-დან 350 ძირი მარწყვის ნერგი, რომელიც საშუალოდ იძლევა 700-დან 800 გრამამდე ნაყოფს. კილოგრამი შეიძლება დღევანდელ ბაზარზე საშუალოდ გაიყიდოს 5 ლარად, რაც წლიურად შესაძლებელია, რომ 4-დან 5,000 ლარამდე შემოსავალი მისცეს ოჯახს. შეიძლება სათბურში განვათავსოთ როგორც კვალებში, ასევე იარუსებში, სადაც უფრო მეტი მარწყვის ნერგის განლაგება შეიძლება და კიდევ უფრო მეტად შეიძლება გავზარდოთ შემოსავალი. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სადემონსტრაციო სათბური გაკეთებული ორგანიზაცია ღირსეულ სიბერეში, სადაც ვახდენთ როგორც მოსახლეობის სწავლებას, ტრენინგებს უტარებთ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს ვასწავლეთ. ის შემდეგაც რამოდენიმე ადამიანმა დაახლოებით 5-მა უკვე თავისთვის ოჯახში მოიწყო ესეთი სათბური და ღებულობს შემოსავალს. ასევე შემიძლია მივცე რჩევა მოსახლეობას იმის შესახებ, რომ ჩვენთან ტარდება სპეციალური ტრენინგები, სადაც ვასწავლით მარწყვის მოვლა მოყვანა პატრონობას. გაგვყავს საცდელ სათბურში, სადაც იმ ყველა ტექნოლოგიას ვასწავლით, რომელიც საჭირო არის, რომ იცოდეს დამწყებმა ფერმერმა, რომ თავისთვის ოჯახში მოახდინოს ამ სათბურის მონტაჟი და პლუს მარწყვის მოყვანა.